სასიცოცხლოდ საჭირო პროცესი, რომლის არარსებობაც კი არა, უბრალოდ ნაკლებობაც კი უამრავ ჯანმრთელობის პრობლემასთან არის დაკავშირებული. თუმცა ეს ფაქტი პირდაპირ ფეხებზე დაიკიდა 17 წლის თინეიჯერმა, რომელმაც გინესის რეკორდის დამყარება გადაწყვიტა უძილობაში. თუმცა მან არ იცოდა რა ელოდა წინ და ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ინანებდა. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით სასიცოცხლოდ საშიშ ექსპერიმენტზე, რომლის შემდეგაც გინესის რეკორდებიდან ეს კატეგორია მთლიანად გააუქმეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკების შემცველობის გამო. ყველაფერი კი დაიწყო ერთი უბრალო სურვილით. რენდი გარდნერს 17 წლის სკოლის მოსწავლეს უნდოდა სკოლის სამეცნიერო კვირეულისთვის რაღაც განსაკუთრებული და ამასთან წარმოუდგენელი გაეკეთებინა, რომლითაც არამხოლოდ სკოლის ამ კონკურსში გაიმარჯვებდა, არამედ გაცილებით დიდ მასშტაბზე მიიქცევდა ყურადღებას. რაც უნდა ვაღიაროთ, რომ აუცილებლად გამოუვიდა. ეს ყველაფერი ხდებოდა 1963 წელს სან-დიეგოში. მან და მისმა მეგობარმა ბრუს მაკალისტერმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღეს და დაგეგმეს ექსპერიმენტი უძილობაში. მათ უნდოდათ მოეხსნათ რეკორდი უძილობაში და ამასთან როგორც სამეცნიერო ექსპერიმენტი გამოეკულიათ უძილობის გავლენა როგორც ადამიანის ფიზიკურ, ასევე გონებრივ და მენტალურ შესაძლებლობაზე. ამ პარამეტრების გასაზომად მათ შეიმუშავეს სხვადასხვა სავარჯიშოები, ტესტები და ასევე ფიზიკური დავალებები, რომლითაც ისინი ობიექტურად შეაფასებდნენ უძილობის გავლენას ჩვენს ორგანიზმზე. თუმცა ჩემი აზრით, მათი მთავარი მიზანი აქ მეცნიერება კი არა, არამედ გინესის რეკორდის მოხსნა და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩენა იყო. თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა ისე არ წავიდა, როგორც ორ ახალგაზრდას ეგონათ. ექსპერიმენტი 29 დეკემბერს დაიწყო. რენდი იყო ის ახალგაზრდა, რომელიც ამ უძილობის ექსპერიმენტს თავის თავზე ჩაიტარებდა, მისი მეგობრები კი ახდენდნენ ყოველი დღის დოკუმენტირებას. რენდი არანაირ სტიმულატორს არ იღებდა და გაგიკვირდებათ ის ყავასაც კი არ სვამდა ამ ექსპერიმენტის განმავლობაში და უბრალოდ ცდილობდა ფიზიკური აქტივობით და სხვადასხვა ხერხებით, რომ უბრალოდ არ ჩასწინებოდა. ექსპერიმენტის პირველ დღეს ნაკლებად შესამჩნევი, თუმცა მაინც გადამწყვეტი ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში. ვისაც ღამის თენება უწევს, ის ალბათ დამეთანხმება, რომ ამ დროს ყურადღება, კონცენტრაცია და რეაქციის დრო წარმოუდგენლად იკლებს. მეხსიერება უარესდება, ორგანიზმში კი იმატებს კორტიზოლის დონე, ჰორმონის, რომელიც სტრესული მდგომარეობების დროს გამოიყოფა და ორგანიზმის ამ სტრესთან ადაპტაციაზეა პასუხისმგებელი. ამასთანავე სისხლში უარესდება შაქრის რეგულირება და იზრდება შიმშილის დონე. 24 საათის შემდეგ ადამიანის უნარები და რეაქციის დრო ისეთივე შეზღუდულია, როგორც მაგალითად ალკოჰოლური თრობის დროს. თუმცა ეს ყველაფერი გაცილებით მარტივი გადასატანია, ვიდრე 11 დღე. მეორე დღიდან რენდის უკვე უჭირს უძილობასთან გამკლავება და ის აქტიურად თამაშობს კალათბურთს, სივაბაზანას იღებს და ცდილობს სულ რაღაცით იყოს დაკავებული და ძილზე არ იფიქროს. ყველაზე რთული კი ხდება ღამე, რადგან ამ დროს მას უნდა თუ არა სახლში ყოფნა უწევს და ცდილობს რომ რაც შეიძლება განათებულ ოთახში იყოს, რათა არ ჩაეძინოს. რეალურად კი ამ დროს ორგანიზმში უარესდება ჩვენი ტვინის ნაწილის პრეფრონტალური კორტექსის ფუნქცია, რაც ძირითადად ადამიანის გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი. აქედან იწყება უკვე მიკროძილი, ანუ წამიერი ძილი. ეს არის ორგანიზმის უნებური ძილის მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს და ასე ვთქვათ ეს წამიერად ჩაძინების მომენტები მით უფრო იზრდება, რაც უფრო დიდხანს გასტანს ჩვენი უძილობა. ამასთან ადამიანი ხდება შესამჩნევად ემოციურად არასტაბილური, მარტივად ღიზიანდება და აგრესიულია. გარდა ამისა, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ, ორგანიზმში იზრდება ანთებითი პროცესების ინტენსივობა და ამასთან გაზომვადაც სპეციალური ანთებითი მარკერები. აი მესამე დღეს უკვე ყველასთვის შესამჩნევი ხდება, რამდენად უჭირს მას უძილობასთან გამკლავება, რადგან მას წინადადებები შუაში უწყდება და ავიწყდება ისეთი მარტივი საგნების დასახელებები, როგორიც არის მაგალითად ზურგჩანთა, კალათი. მას ასევე გარემოს აღქმის პრობლემები ექმნება და იწყება პარანოიდული აზრები. რამდენიმე ხნის შემდეგ ის ჟურნალისტსაც კი დაუპირისპირდება, რაზეც კონკრეტულად მოგიყვებით. ახალი წლის დღეებში ამ ახალგაზრდების ექსპერიმენტმა უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო და გაზეთებშიც კი დაიბეჭდა ამის შესახებ. შედეგად სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც იმ დროს აქტიურად მუშაობდა ძილის გამოკვლევაზე, რომელმაც აღმოაჩინა REM ძილის ფაზა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფაზაა ძილში, ამ ექიმამდეც კი მიაღწია ამ ინფორმაციამ და მან მოხალისეობრივად გამოთქვა სურვილი, რომ ჩართულიყო ამ ექსპერიმენტში და ამ ახალგაზრდას თავის ტვინის აქტივობას დაკვირვებოდა სპეციალური გამოსაკვლევი,
კვლევები ხელსაწყოთი, რომელსაც ელექტროენცეფალოგრაფია ქვია. ამ კვლევით ადამიანს შეუძლია რომ ტვინის აქტიურობა სხვადასხვა ფაზაში დააფიქსიროს და ამით ასე ვთქვათ ამ ღვიძლის ფაზის ანალიზი გააკეთოს. მეოთხე დღე უკვე სერიოზული ნიშნებით გამოიხატა და რენდის დაეწყო ჰალუცინაციები. მას საგზაო ნიშნები უკვე ადამიანებში ერეოდა და სახლში ყოფნისას ეჩვენებოდა ბილიკი, რომელიც უღრან-ტყეში შედიოდა. გაგიკვირდება და ის ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი არარეალური იყო, თუმცა რა გინდა რომ ქნა, მაინც ხედავდა ამ ყველაფერს. სხვათა შორის მანამდეც ჰქონდათ ადამიანებს მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობა და ერთ ადამიანს 120 საათის შემდეგ დაეწყო უკვე პიროვნების გაორების სიმპტომები. ის ფიქრობდა რომ თავისი თავი რეალურად თავის პიროვნებას არ ეკუთვნოდა და ის სინამდვილეში იყო თავისი მეგობარი. მოკლედ ხვდებით ხო რამხელა არასტაბილურობას იწვევს ძილის ნაკლებობა 4 დღის განმავლობაშიც კი. თუმცა წინ კიდევ დაახლოებით 7 დღეა. წარმოიდგინეთ, სტრესის ეს დონე გაორმაგდება კიდეც. მე-6 დღეს მას თხოვეს რომ უმარტივესი ამოცანები ამოეხსნა მისი გონებრივი შესაძლებლობების შესაფასებლად, რაც მას უკვე აღარ გამოსდის. ორგანიზმში კი ამ დროს გულსის ძარღვთა სისტემა კატასტროფული სტრესის ქვეშ არის. ამას გარდა მან დაიწყო უკვე გაუგებრად საუბარი, გუგლღებდა და შუაში წყვეტდა წინადადებებს და მათ უბრალოდ არ აგრძელებდა და ავიწყდებოდა კიდეც რომ ამ მომენტში დიალოგში იყო. ამასობაში მის გარშემო გაიზარდა ყურადღება. ტელევიზიებმა გააშუქეს ეს მოვლენა და ამ ჰაიპმა მას მისცა საშუალება რომ თავისი სიფხიზლე შეენარჩუნებინა და უფრო მეტი მოტივაციით გაეგრძელებინა ეს ექსპერიმენტი. გასაკვირი ის არის რომ მისი ფიზიკური შესაძლებლობები მაგალითად კალათბურთის თამაშისას არ გაუარესებულა. მიუხედავად იმისა რომ ამ ექსპერიმენტმა უკვე მე-6-მე-7 დღეს მას გონებრივი და მენტალური დაღი დაასვა. ის თითქმის უკვე ფსიქოზის ზღვარზე იყო, თუმცა გამარჯვების ჟინი მას არ აძლევდა საშუალებას რომ დანებებულიყო. მე-10 დღეს ამ პარანოიამ პიკს მიაღწია და ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა პირდაპირ, რადგან მას ეგონა რომ ინტერვიუს დროს ეს ჟურნალისტი მას დასცინოდა და ის შეთქმულების ნაწილი იყო, რომელიც რენდის თავისი ექსპერიმენტის შეწყვეტისკენ უბიძგებდა. აქ უკვე ფსიქოზის გამოვლინებები რეალურად სახეზე იყო. მე ვერ ხვდები ექიმები, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ ექსპერიმენტს, რატო თავის დროზე არ შეაწყვეტინეს მას, რადგან რაც არ უნდა საინტერესო იყოს ექსპერიმენტის გამოსავალი, როდესაც ხედავ რომ ადამიანი ჯანმრთელობას იზიანებს, შეუქცევადად არ მგონია შედეგი ამ შემთხვევაში საშუალებას ამართლებდეს. აი მე-11 დღეს კი მოხდა ის, რამაც აიძულა ექიმებიც, ოჯახის წევრებიც და თვითონ ექსპერიმენტის მონაწილეც, რომ ეს ყველაფერი შეეწყვიტათ. რენდის უბრალოდ გამომეტყველება გაეყინა, მას აღარ ჰქონდა ემოციების უბრალოდ გამოხატვის უნარიც კი, ის უბრალოდ სიცარიელეში იყურებოდა. მას თხოვეს მარტივი გონებრივი სავარჯიშოს შესრულება, რომ დაეთვალა 100-დან უკუ მიმართულებით 7-ის გამოკლებით. და მანაც დაიწყო 100, 93, 86, 79, 72, 65, 65, 65 და აქ გაჭედა. მას არათუ გამოკლება, არამედ ისიც კი დაავიწყდა საერთოდ რატომ იძახდა ამ ციფრებს. ის იყო მძიმე დეზორიენტირებული, ჰქონდა ჰალუცინაციები და ფსიქოზის ნიშნები. მისი ტვინი კი თითქმის დროის უმეტეს ნაწილში ცდილობდა ამ წამიერი ძილის ეპიზოდები დაეკომპენსირებინა ამხელა სტრესი და უბრალოდ ცოცხალი გადარჩენილიყო ამ პროცესიდან. ის კი ამ პერიოდის განმავლობაში ისე იყო, თითქოს ის ავტოპილოტზე მუშაობდა. და როგორც იქნა 264 საათის შემდეგ აუცილებელი გახდა ამ ექსპერიმენტის შეწყვეტა და რენდიმ ყველაზე უფრო ნანატრი ძილით დაიძინა. მას გადაბმულა თითქმის 15 საათი ეძინა და 15 საათის შემდეგაც მხოლოდ იმიტომ გაიღვიძა, რომ უბრალოდ ბუნებრივი მოთხოვნილების გამო საპირფარეშოში უნდა გასულიყო. სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო ახლა მოდის. ელექტროენცეფალოგრაფიის ანალიზიდან აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რენდის ერთი შეხედვით სულ ეღვიძა, მისი ტვინი რეგულარულად ახერხებდა ამ წამიერი ძილის ეპიზოდებით, რომ გარკვეული სახის ბალანსის შეენარჩუნებინა, რათა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაცია და კონტროლი გაეგრძელებინა. მისი ტვინის ნაწილი წამიერად ისვენებდა, როდესაც დანარჩენი ნაწილი აქტიური იყო. ეს ახსნიდა ასევე ძირითადად იმ ჰალუცინაციებს, რომელსაც ის წამიერად ხედავდა. ეს იყო სიზმრები, რომელსაც ის ამ წამიერი ძილის ეპიზოდებით თითქოს მღვიძარე მდგომარეობაში განიცდიდა. არ ვიცი ღირდა თუ არა მსგავსი სტრესის და რისკის გაწევა, უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც რეკორდი მოეხსნა, თუმცა ფაქტი სახეზეა. რენდი დანარჩენი მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა ინსომნიით, ანუ უძილობით. მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამოსწორებას წლები დასჭირდა. გინესმა შეწყვიტა ამ კატეგორიის დოკუმენტირება ჯანმრთელობისთვის ზედმეტად მაღალი რისკების შემცველობის გამო. კონკრეტულად რა ორგანული შედეგი ჰქონდა ამხელა სტრესს კი ამის დოკუმენტირება შეუძლებელია, რადგან ყველა პარამეტრის დოკუმენტირება უნდა მომხდარიყო და 1963 წელს ეს ჩემი აზრით ნაკლებად განხორციელებადი იყო. რა შედეგი ჰქონდა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ექსტრემალურ ექსპერიმენტს, ამას კი ალბათ მხოლოდ რეტროსპექციულად თუ შევაფასებთ. მე პირადად თუ მკითხავთ, უამრავი სხვა საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა რაღაც განსაკუთრებული დაამახსოვროს მსოფლიოს თავი.
არ არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკებს შეიცავდეს. ეს იყო 11 დღე ძილის გარეშე. მე კი გირჩევთ, რომ ეცადოთ ყოველ დღე თქვენთვის საჭირო და საკმარისი 7 ძილი მიიღოთ, რაც ჩვენ სამყაროს აღქმას უფრო ლამაზ, შვიდს და ბედნიერს გახდის. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო მეგობრებო. არ დაგავიწყდეს ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ კვირაში.